სპორტული კუთხით. რაკილო, რომ ვერ სახს. ვეღარ მოასწრებით ზემოდან. მეთქი დამატებითია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაც სამინისტროს, დაჭრილთა დეპარტამენტს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიგვაღებინა ესეთ კარგ და საუკეთესო შეჯიბრებაში, სადაც ქართველებმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურებამ კიდევ ერთხელ და არაერთხელ ბევრჯერ დაგვიდია ესეთი კარგი შედეგი, კიდევ ერთხელ დავდეთ უმაღლესი და კარგი საუკეთესო შედეგი. ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ჩვენმა ვარჯიშმა საქართველოში. დაგვეხმარა ძალიან იქ სიტუაციის გარკვევაში და ნავარჯიშებები ვიყავით და უფრო ადვილად გავიარეთ ეს დისტანცია და უფრო ძირითადად ესე რომ ვთქვათ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ჩვენ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ის რაც ჩვენზე მეტ ძალებს აღემატება. ჩამოვიტანეთ 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო, რომელიც არის შესანიშნავი მაჩვენებელი და დიდი მადლობა მინდა მოუხადო თავდაცვის ძალებს, მის აბლობას, ხარდაჭერ ცენტრს, აი საქველმოქმედო ფონდის ჩვენი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრს, ასევე რეაბილიტაციის ცენტრს და ვართ მოხარულები შევიძინეთ დიდი გამოცდილება. 6 ადამიანმა 6 მედალი დაბრუნდა, 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ყველას მინდა უსურვო წარმატება. თავდაც სამინისტრო გვერდში უდგას დაჭრილ სამხედროებს და ეს დათლად ჩანს დღევანდელი შედეგითაც, რომ ის იმ ფორმაში, როგორ ფორმაში და წლეს ბიჭები არიან. ჩანს ის, რომ მუდმივად ისინი გადიან რეაბილიტაციას, გადიან ვარჯიშებს, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში და დღევანდელი შეხვედრაც არა მხოლოდ იყო სპორტული ღონისძიება, არამედ ეს არის რეაბილიტაცია, მათი იმ მდგომარეობიდან, იმ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაძლიერება და ძალიან მიხარია ეს ამ ყველაფერში, რომ ისინიც იღებენ მონაწილეობას და ისინიც, ასე ვთქვათ, არიან მზად მსგავსი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რა და თავდაც სამინისტრო კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები იყვნენ მუდმივად კარგ ფორმაში და მუდმივად იყვნენ ისეთ ფორმაში რომ მიიღონ დაიკიდონ მედლები კისერზე და გაიმარჯვონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში.